პირველი არხი და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში წარმოგიდგენთ. დავით ბირკაძე, აგრონომი, სურვილი აქვს ფული დააბანდოს სოფლის მეურნეობაში, მაგრამ ვერ გადაწყვიტა რა ტიპის ფერმერული მეურნეობა შექმნას. ამიტომ აპირებს მოიაროს მთელი საქართველო, შეხვდეს ფერმერებს, ექსპერტებს და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს. ცოტა გვიან კი დავიწყე ეს საქმე. ძირითადი სამუშაოები ხა დამთავრებულია, მაგრამ არ არსებობს ამ ნოემბერში რო არ იყოს კიდე. ეთერშია ყოველკვირეული პროგრამა ჩვენი ფერმა. ახლა კი მოკლედ ახალი ამბები. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს. თბილისში მცენარეთა დაცვისა და კარანტინის შესახებ სემინარი ჩატარდა. გუშინ დასრულდა ცენტრ ექსპო ჯორჯიაში გამართული სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და სასმელების, შემფუთავი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების მე-10 საერთაშორისო გამოფენა. მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ფუტკრის პროდუქტებზე მოთხოვნილება იზრდება. მეფუტკრეობის პერსპექტივებზე ექსპერტი თემურ ღოღობერიძე გვესაუბრება. ამჟამად იმდენად არიან თაფლით დაინტერესებული, რომ როგორც კულუარული ინფორმაციით ვიცი, ერთადერთი თაფლზე და კაფშია რომ არის ხამსა, იმაზე აპირებს ევროპა რომ მოგვცეს, ასე ვთქვათ, უფლება რომ შეიძლება მომავალი წლიდან შევიტანოთ ევროპაში. სოფლის მეურნეობაში ახლა მეფუტკრეობა ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია, მაგრამ მომგებიანია, ასე ვთქვათ, კარგი ცოდნის, აი ამ მეფუტკრეობის, კარგი ამიდის და კარგი შრომის პირობებში. როცა გინდა რამე ინფორმაცია მოიპოვო, ესე იგი თავისით მოდის შენთან. კილოთაფლი ეს 12-დან 15 ლარამდე, ესე იგი მე მგონი წარმატებული საქმე უნდა იყოს და ძალიან კარგი ჩემი აზრით. ესე იგი ახლა ჩვენ გვჭირდება ინფორმაცია მეფუტკრეობაზე. უძველესი ცნობები მეფუტკრეობაზე ეგვიპტურ პაპირუსებზე ყოფილა შემონახული. აი საქართველოში მოსახლეობის ერთ-ერთი უძველესი და მაღალშემოსავლიანი დარგი იყო ოდითგანვე თურმე. ძალიან საინტერესო საქმეა. ეხლა ისიც თუ გავარკვიეთ, რომ სადმე მეურნეობა ვნახოთ წარმატებული. სოფელი ბაზალეთი მეფუტკრეთ ლადო ვარდოსანიძე. დავიდეთ ბატონ ლადოსანი. ძალიან შეაწყო ჩემი ფუტკარი, ამიტომ ახლა შევწამლე ვაროკომით, ახლა მოვიტანი აი ეს ფირფიტები, რა ვიცი, ახალი ჩამოტანილია. გარკვეული ვაროსტობი კი, გარკვეული შედეგი გამოიღო რა, ჩაღმთელი ტკიპად აყარა ძილს. უცხოურია მგონი. ბულგარული წამალია, ბულგარული ფირფიტებია და ყოველ ოჩაჩოზე ერთხელ დებ რა. გვესტუმ რა ვიღაცავთან დაბეთი გავხედოთ. ო? მობრძანდით. გამარჯობა. ახლოს მოიწვით, ნუ გეშინიეთ ჩვენი ეს ფუტკარი კაცო. მობრძანდით. აკავშირდება. თელეგო თქვენი ფეხი ჩვენ საფუტკრეში. ცოცხლეთ. აი დავინტერესდი ახლა ამ საქმიანობით და თქვენი დახმარება დამჭირდება. ძალიან კარგი, თუ რამე შეგვიძლია, თუ რამე ვიცით, ჩვენ თავი გენაცვალოთ. ეს დასაცმის გარეშე არ შეიძლება. ჩვენ ამდენი წელია ფუტკარი გვენს და მიჩვეულები ვარ და თქვენ მაინც არ შემჭამო რა. შეჭვით არ შეგჭამო, უბრალოდ შეიძლება ცოტა გაგასიონ, შეგაპუტკუნონ. ცოტა თიგი. ჩვენი ძალიან გიხდება ეს შეგროის ადამიანი რომელიც ფუტკარს დაუკავშირდება, ძალიან ძნელია რომ ამ საქმეს მერე თავი გაანებოს. ჩამოყალიბებული მეფუტკრი. ეხლა მოვძანდი და გაგაცნობთ ჩვენ საქმიანობას თავიდან ბოლომდე. ესე დიდი ხანია ამ მეურნეობას მისდეთ. დაახლოებით 93-94 წლიდან დავიწყეთ რამოდენიმე ოჯახით და დღეს უკვე დაახლოებით 100 ოჯახი აქ არის, მეორე საფუტკრეში დაახლოებით 40-50 ოჯახია და ამ საქმით ვარ დაკავებული, ამით სულდგმულობთ. ვიღებთ ყველაფერს, რასაც გვაძლევს ფუტკარი. დაწყებული თაფლი, რძე, წვერი, ყვავილის შხამი, დინდგელი, ცვილი, თანთელი და რა ვიცი, ვაწარმოებ დედებსაც, ჯერ შიდა მოხმარებისთვის, ჩვენთვის. მომავალში ფიქრობ შეიძლება გავგვიდოთ კიდევაც ქართული დედა ფუტკრები.
ისეთი დალოცვილია ეს ჩვენი ფუტკარი, მაგრამ ერთი ცუდი თვისებაც აქვს, რომ თუ ადამიანი ალერგიულია, იმისთვის არ შეიძლება კვენა, თორე ისე სასარგებლოა რა ხა. ყველაზე ხანდაზმული პროფესია არის მეფუტკრეობა, იმიტომ რომ ეს ფუტკარს კვენს მთელი ცხოვრების განმავლობაში დიდხანს ცოცხლობს ადამიანი 80-90 წლის წლამდე ცოცხლობს რა. უცხო ადამიანისთვის, რომელსაც არ უკვენია ფუტკარი, შეიძლება სავალალო ლეტალური შედეგი დადგეს და ამიტომ მაინც ვთქილობთ. ეხლა ნახოთ ჩვენი ფუტკარი. თვინიერები არიან ისე? თვინიერები არიან, თვითონვე დარწმუნდებით, ეხლა როგორი თვინიერია ფუტკარი. აი. იმის დამიხედვით შიგნით. აი, არ მოძრაობს ფაქტია. მაინტერესებს ვიცი რომ ქართული დედა ფუტკარი არის ცნობილი. და აი რატო არის განსაკუთრებული? ხომ ქართველი ვარ და მიხარია ბუნებრივია, მაგრამ ქართველებს გვახასიათებს ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგი არის. სინამდვილეში მართლა კარგი არის. უპირველეს ყოვლისა, ქართული ფუტკარი იმითი არის კარგი სამრეწველო თვალსაზრისით, რომ ძალიან თვინიერია. მეორე კიდე კარგი თვისება, რომელიც ქართულ ფუტკარს აქვს, ესაა, რომ რაც შეიძლება ძალიან ეკონომიურად ხარჯავს იმის გამო, რომ აი მთიან კლიმატის ქონდა ხან ცუდი პირობები, ხან გვალვას, ხან პირიქით ზედმეტწვიმა. ამიტომ ამათ გამოუმუშავდათ ესეთი ის, რომ რაც შეიძლება მინიმალურად დახარჯონ საკვები ბარტყის გამოსდაზე. მესამე კარგი თვისება ამ ქართული ფუტკრის ისაა, რომ ქართულ ფუტკარს გამოიყენებენ თქვათ იგივე კარნიკასთან ან ევროპულ შავ ფუტკართან შეჯვარების შედეგად და პირველი თაობის ჰიბრიდები იძლევიან მინიმუმ 30-40%-ით მეტ მოსავალს. ნებისმიერს გინდა რძე იყოს, გინდა თაფლი იყოს, გინდა ცვილი იყოს. ამ ფუტკარს უკვე შედგენილი აქვს ბუდე, ეს არის თაფლიანი ჩარჩოები, რომელსაც უტოვებთ ზამთრის განმავლობაში. აი მიკბინა ფუტკარმა. აი, რაღაც ვნახეთ. მაგრამ ეს შვენიერია. აი ხა აი ახლა ამასო ჩვენ ასტამით აი ესე გამოვაძროთ, ამ შემთხვევაში ფუტკარი გადარჩება უყურე. აი თავისი ნესტარი გავაყოლე და გადარჩა ფუტკარი. სასაგებია, საინტერესოა. სხვა შემთხვევაში ტოვებს ხოლმე ნესტარს თელ ორგანოს და იღუპება. ახლა ამ ფუტკარში ამ სკაში დატოვებულია 7 ჩარჩო, 7-ვე თაფლიანი, გატენილი თაფლით, თავისი ჭეოთი, ახლა გაჩვენებთ ჭეოიან ჩარჩოსაც. აი ფერადი. ეს გადაბეჭდილია და გადაბეჭდილის ქვეშ არის და აი რა ღია იმას გაჩვენებთ. აი ეს არის ჭეო. აულის მტვერი, ამას იყენებს მე ბარტყის საკვებად. ეს არის დინდგელი, უმაღლესი ხარისხის დინდგელი, რომელიც არის ჩარჩოების ნაპირებში. რუსულად პროპორციით შეიძლება დაღეჭოთ. დედაჩემი მაგალითად როგორც კი აი თავს თუდად იგნობს წინა პერიოდი როა გაცივების ხო ის სახსრების ეს დაღეჭავს ხოლმე, ღეჭავს და უცებ გამოდის მდგომარეობები. კი, თავისებური გემოა. კი, ეგ არის კბილებზე ეწებება და ცოტა მაგრამ ისიც გამოდის არ არის საშიში. ბოდიშით ერთ წუთი მე დაგტოვებს და მე შემო კარგი ავთო, კარგი. ჩვენ გავაგზავნებთ საწყურებელს გაჩვენებთ. ეს არის საწყურებელი. საიდანაც ფუტკარი იღებს წყალს. იდება პატარა ქვამარილი, რომ ზედამხარეს მოდის ჩვეულებრივი წყალი. აქედან მოდის მლაშე წყალი უკვე და აიღებს წყალს, რომელიც მასში იდება. აი საინტერესოა, მე მაინტერესებს გამოკვება ფუტკრის. ფუტკრის გამოკვება, თქვათ, როდესაც არის ოჯახი, რომელმაც საკმარისი მარაგი ვერ შეიტანა, თქვათ, რომელიც ზამთარში ეყოფა. ამას ედება ყანდი, ასეც ქვია. მე თქვენ გაჩვენებთ ერთ ოჯახს, რომელზეც მიდევს ყანდი და როგორ იღებს ფუტკარი ამ ყანდს. ეხლა საინტერესო სანახავია და ვნახოთ. დაიფარე მაინც ისევ სკა უნდა ავხსნათ. მომეხმარეთ ან თუ ხარ მე ფუტკრე იყავი ბოლომდე მე ფუტკრე გაც. ხო. აი. აი ეს არის ყანდი ადევს ზემოდან და მას აი ხედავთ აი ფუტკარი აი ესე იღებს. ეს არის ამის დამატებით საკვები. ეხლა ვიცი, როდესაც ამას აიღებს კიდევ დაუმატებ და ვიცი რომ ამ ფუტკარს საშიშროება აღარ ემუქრება და ეს ოჯახი გაიზამთრებს. ყველაზე უკეთესი ხარისხის ყანდი არის საერთოდ როცა არის თაფლი 1 წილი და 4 წილი ჩაქრის პუდრი. ამაში ზავდება კიდე სხვა წამლები, რომელთაც თან ხდება ფუტკრის მკურნალობაც. ეს გამოსამთრება ეს საინტერესო თემაა და ყველა დამეწუხე. ხვევით ნუ მოკიდებ, აი ერკინას ნუ შეეხები ცოტა ხელი. არა უშავს, მიიღებ გამოცდილებას და აღარ დაგემართება ეგეთი რაღაცა. ორე ფუტკარმა ამეკითხა. პრობლემა გაუძლია. როგორ ამკითხე? კლიმატური პირობები მაინტერესებს გამოზამთრების. აქვს მნიშვნელობა, ანუ რეგიონს. რეგიონს რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა. მაგალითად ეხლა ჩვენთან ცოტა დიდი ზამთარია, გრძელი ზამთარია. რაღაც უკვე ნოემბერი, ოქტომბრიდან უკვე ფაქტობრივად ფუტკარი ნაკლებად მოძრაობს. მარტის თვეში ხდება პირველად მტვერის შემოტანა, შემოაქვს მტვერი.
მაგის ცილოვანი საკვები და ღალა რა ფაქტობრივად რასაც ქვია ღალა და როცა თაფლი შემოაქვს უკვე სასაქონლო თაფლი როცა იქნება ეს არის ივნისი და ივლისი. ხა მაინტერესებს რამდენი ოჯახით უნდა დავიწყო? აი მეუბნება რომ რაღაც მოგება დამიტოვოს. თუ თქვენ გინდათ რომ მეფუტკრეობის შესწავლა ასე ვთქვათ და პირველი დამწყები ხართ, მაშინ ჩემი რჩევა იქნება რომ ყველაზე მინიმუმი 2 ფუტკრის ოჯახიდან უნდა დაიწყოთ და მაქსიმუმი 5 ფუტკრის ოჯახი. ეხლა რატო 2? რომ დაინახოთ რომ ერთი პირველი ოჯახი და მეორე ოჯახი მიუხედავად იმისა რომ 2 ფუტკრის ოჯახი გქონდეთ, თქვენ მაინც განსხვავდება. თქვენ რომ ერთი ოჯახი აიყვანოთ, ის ერთი ოჯახი შეიძლება იყოს კარგი. ძალიან კარგი. და აიღეთ 50 კილო თაფლი. შემოკრავთ ხელს, გლახაკი და ქილა ერბოსავით და იტყვით. ეხლა მე რომ 50 ოჯახი მყოლო და ამისგან ხო 50 კილო თაფლი ავიღე, 50 ოჯახი 2 ტონა ნახევარს ავიყიდი, ამას თუ უნდა გავყიდდი იმას და მოკლედ გაფრინდებით ხელად თვარეზე. პირიქით შეიძლება იყოს. ის აღმოჩნდეს ყველაზე ცუდი ოჯახი, რომელიც საქართველოში არის. არაფერიც არ მიიღეთ. იტყვით, ფული დავხარჯე, ვათრიე, კბენის მეტი არაფერი არ შემხოდრია. და გული გაგიტყდებათ. აი, როდესაც 2 იქნება, უკვე დაინახავთ, რომ კარგიც შეიძლება იყოს და ცუდიც შეიძლება იყოს. მოსავლის მიღების თვალსაზრისით ამ ინდივიდუალობის გათვალისწინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა რატო 5 ოჯახზე მეტი არა? თუნდაც დაავადებების გამო, თუნდაც შეიძლება თქვენი მოუცვლელობის, იმიტომ რომ ძირითადად ეხლა 5 ოჯახის დროს ეს ვერ იქნება თქვენი ძირითადი საქმე, სხვა რაღაცად უნდა შეინახოთ თავი. თუ ამას დროულად და ხეირიანად ვერ მიაქციეთ ყურადღება, ეს საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. მინიმუმ 200 ლარი უნდა ერთ ფუტკრის ოჯახს. 5 ოჯახი 1000 ლარი გაქვთ გასროლილი. კიდე ამას ჭირდება საკვები, მედიკამენტები, მოვლა, შრომა. თუ თქვენ იმას ან ვერ მოუარეთ, ან თქვათ რაღაც დაავადება შეხვდა, რომელსაც თქვენ ვერ აუღეთ დროზე ალღო, ვერ უნკურნალეთ, ის ფუტკრის ოჯახები ძალიან მარტივად შეიძლება რომ დაიღუპოს. და საკმაოდ დიდი მატერიალური ზარალი გექნებათ. აი თაფლის ამოღების პერიოდი. თაფლის ამოღების პერიოდი, ჩემი მაგალითად თავს წურავ ივლისის თვეში წურავ თავს, როცა ვამზადებ თაში სამთავ მიმყავს გუდამაყარში, გოდეძი ჩოხელის სამშობლოში მიმყავს ხოლმე და ივლისის თვეში წურავ პირველ თავს, ვათავისუფლებ ჩარჩოებს და იმიტომ რომ თაფლიანი ჩარჩოებით მგზავრობა არ შეიძლება ფუტკრის. იმიტომ რომ შეიძლება ამ დროს მაღალი ტემპერატურას ხაში, ფუტკარი ნერვიულობს, თაფლი დნება, იზილება ერთმანეთს და ოჯახი ეუბნება. მე მქონდა ესეთი შემთხვევები, დამეხოცა რამოდენიმე ოჯახი, იმიტომ რომ არასწორი მთავრობა იყო რა. უნდა იყოს ღამე აუცილებლად, უნდა გრილოდეს და ღია მანქანაზე უნდა იყოს. და იქ როცა კარგი ღალა არის, რა ვიცი, გავავსებენ ჩარჩოებს, ჩვენი საოცრე იმისთანა ჩარჩოებია. მაგის ხურება საჯებია გადალესილი. პროცედურა ამოღების, როგორც თაფლის შემთხვევაში, ესე მაგალითად შხამის შემთხვევაში. არა, გაჩვენებთ ახლა როგორ ხდება შხამის ამოღება, მაგრამ უბრალოდ ამას სიტყვიერად გეტყვი, როგორ ხდება, იმიტომ რომ ეს ხდება ღამე. ფუტკრის მასა, აი რაც იკბინება ფუტკარი, რომელიც ძირითადი მოღალე ფუტკარი, რომელიც აი შხამის რომელსაც აქვს, ძირითადად ის არის კაში ამ დროს. თავმოყრელი. მეორე მზის პირდაპირ შუქი შხამს აფუჭებს და ის უკვე უარგისია სახმარად ის შხამი. ეს არის კასეტა. ეს არის ალიკო ნადირაშვილის მიერ დამზადებული კასეტები, ეს სპეციალისტია შხამის დარგში. ეს ედგმება პირდაპირ სკას. ეს შეერთებულია სპეციალურ აპარატთან. ეს თვითონ თავის მხრივ უერთდება აკუმულატორს, რომელიც გამოყოფს 12 ვოლტს. მე ურტყავ დენს ფუტკარს ფაქტიურად. არის მავთულები, სადაც გადის ეს დენი და ეს გამწარებული ფუტკარი კბენს შუშას. და ეს ფუტკარი ანუ ამ მინაზე კბენს და არ ყვდება. ყვდება იმ შემთხვევაში, წეღანს მიგვინა გაჩვენეთ, როცა თავის ორგანოს ტოვებს და კანი უჭერს და იღუპება ფუტკარი და აქ უბრალოდ კბენს, გამოიყოფა შხამი, რომელიც ჰაერზე იმ წუთშივე შრება და ლაქების სახით არის ამას. იფხიკება, მე სპეციალურ საცერში იყრება, იმას ცრით და ვიღებთ შხამს. თაფლი რამდენი ამოდის სკიდან? აი შხამის შემთხვევაში. აი შხამის შემთხვევაში საახლობთ ერთ ამოღებაზე იღებთ დაახლოებით 9 გრამამდე. და შხამის აღება იწყება მაისიდან, მაისში, ჩვენ პირობებში მაისი, ივნისი, ივლისიდან აგვისტოში უკვე ნაკლებად იძლევა შხამს. ყოველ მე-9 დღეს ხდება თითო ოჯახზე ამის დადგმა და შხამის ამოღება. აი თაფლი რამდენი ამოდის? თაფლი ხა ჩვენ პირობებში არ არის ხა ესეთი ადგილი ბაზალეთი რომ სასწაულო წელს მაგალითად 17-18 კილოგრამი თაფლი ამოვიღე და ეს თითო ოჯახზე გათვალისწინებთ ხო შეიძლება ოჯახმა 20-30 კილო მომწეს შეიძლება მეორე ოჯახმა ცოტა მომწეს მესამე საერთოდ არაფერი არ მომწეს მაგრამ საშუალოდ რო ვიან გაიშვათ 100 ოჯახზე დაახლოებით ტონა 700 ტონა 800 თაფლი ავიღე და წელს მე ვამბობ რომ კარგი მოსავალი იყო ჩვენ პირობებში. ეს არის რძის ასაღების ჩარჩო სპეციალური, აი 2 თამასისგან შედგება, თითოზე დაახლოებით 30-35 პლასმასის ხელოვნური ჯამია.
დამაგრებული. ამას მე ფუტკრის ადმი აშენებულია, გალამაზებული ასე ვთქვათ და აი მაშინ ხდება, ამ თამასებში ხდება სპეციალურად რაღაც ერთი დღის დღინახევრი ბარტყის ჩამყნობა, აი სპეციალური ხელსაწყოთი, ესე აქ ხდება ამის დაფიქსირება. ამას მე ჩავდებთ ისევ ასე თამასებზე და სპეციალურად მომზადებულ ოჯახში, სადაც უდედო მდგომარეობაში ახი და დედას რო არ აყავთ, უდებთ ამას. და ამაში ასხავენ ძეს. მესამე დღეს, ჩადებიდან მესამე დღეს ამას ისევ ვიღებთ. ამ დროს არის ყველაზე მეტი რაოდენობა რძე ჯამში. მე უკვე მატლი იზრდება და უკვე დიდი რაოდენობით ჭამს რძეს. ვიღებთ ამას ხელმეორედ, დანით ვაჭრით სადედებს, ვიღებთ მატლებს ხვდით და აი ამით ვიღებთ რძეს სპეციალურ შპრიცებში, ფილტრავთ იმას და ვიღებთ აი ამ სახით. ეს არის 20 გრამიანი შპრიცი. ეს არის რძე. უნიკალური პროდუქტი ფუტკრის განსხვავებიდან შინოდა ნევსის. ხო, არა, ეს ოღონდ ეს კუნჩი არ კეთდება, ეს არის მე შემიძლია ხა ჩაგაწვეთო რამოდენიმე წვეთი, ის რაც არის ნორმა, დაახლოებით 9 გრამამდე და დიდხანს არაფერი აღარ შეგაწუხებს. ენის ქვეშ არ შეიძლება დიდხანს გააჩერე. დაახლოებით ოღონდ სანამ ერთწუთი შეგაწუხებს კონდეს პირში. 3-4 წუთი რო ხონდეს, მე გადაყლაბე თავისებული მწყლატი გემო აქვს. საში არაფერი არ არის. მომჟავო, მომწყერდო გემო რაღაცა. ბოლო წლებში აი გაჩნდა განსაკუთრებით ხალხმა გაიგო რა ეს ფუტკრის რძე. საუკეთესო არის ყველა იმუნიტეტისთვის, ორსული ქალებისთვის, უკვე მშობიარე ქალებით, მეძუძური ქალებისთვის. რავი 1000 ყველანაირ დაავადებას ხდება თუ ახლა არ გაქვს ალერგია ფუტკრის მიმართ და საერთოდ ფუტკრის პროდუქტების მიმართ. ამას იაპონიაში ამას ბავშვებს პირველი კლასიდან აძლევენ ამას 0.1 გრამს, რომ გონებრივად საუკეთესოდ მუშაობს ტვინი რა. და მე ხა წელს მეტნაკლებად ვიმუშავე, არა უშავს 8 კილოზე ცოტა მეტი ამოვიღე რძე. და აი ამ წუთში რძე არ მაქვს, იმიტომ რომ ხელა მოთხოვნა რომ გაიყიდა და კიდევ უნდათ, მაგრამ ვეუბნები რომ მოითმინეთ მაისამდე. საბაზრო ფასი როგორია? საბაზრო ფასი რაღაც 3 ლარიდან იწყება და ახლა ჩემთან მე ხა შინაური ხალხი მოდის და მე 2 ლარად ვაძლევ. აქტიურებს ფიზიკურად, გონებრივად. ოღონდ ეგ არის უნდა მიიღოთ დილის საათებში უზმოზე მაქსიმუმ შუადღე, იმიტომ რომ შუადღეს მე არ შეიძლება და რამ შეიძლება ვერ დაიძინოთ, იმდენად აქტიური ადამიანი და იმდენად რა ვიცი ენერგია მოჭარბებული არის. ეს არის ბუნებრივი სტიმულატორი და ყველა წამალზე იაფი, რაც თავარია და არანაირად მაწყნარი არ არის. ასე რომ დაანებონ თავი. ნარკოტიკს, სიგარეტს და მიიღონ რძე, ჭამონ თაფლი, ეჭონ დინგელი. როდესაც ოჯახში სკაში დედა არ არის, ფუტკრას თვითონ გამოყავს დედები, მაგრამ არის შემთხვევა, როდესაც ოჯახს არ აქვს საშუალება, რომ აღარც ბარტი ყავს არაფერი და უკვე დედა უნდა მივცეთ, მივეხმაროთ. ამ დროს ხდება მე მაგალითად გალით, აი სპეციალური სადედე გალია, ამაში ვსავა დედას, ახალ განაყოფიერებულ დედას. მე ეს არის კანდი, ამას დავაკრავ ფუტკრის საკვები, აი ესე. და ჩარჩოებს შორის აი ესე ჩამოვკიდებ. ანუ შიგნით არის კი, შიგნით არის დედა, გარედან ეხლა ასე უცებ უცხო არის, რო არ მოკლან, რო არ დააზიანონ დედა, გარედან ისინი იღებენ კანს, შიგნიდან დედა იღებს ამ კანს და თან სუნს იღებენ დედის უკვე და ნელა დედა ფუტკარს რო გამოჭამენ ამ კანს. ოჯახის წევრი ხდება. ოჯახის წევრი ხდება და მიიღებენ თან ოჯახი უდედოა უკვე დედაზე მოთხოვნაა და ხდება ოჯახის წევრი იწყებს კვერცხისდებას და ოჯახი აგზელებს განვითარებას. აი რაღაცა რო უჭირთ, მე როგორც ვიცი ხმაურობა, ხო? ძალიან. როდესაც უდედო ოჯახია, ხო ამას ზამთარში, ახლა ზამთარში როცა ყინავს არ შეიძლება ის ზამთარში სკის გახსნა ფაქტიურად. რომ მიუკაკუნოთ, ხო? ხელად ახმაურდება და უცებ დაწნდება. ეს ნიშნავს, რომ კაი ოჯახია. და თუ გავმით რაღაცნაირი ესეთი ხმა, თითქოს ტირილის მაგვარი და მიხვდებით, რომ ოჯახს რაღაცა უჭირს. თითქოს ალბათ ან დედა არ აყავს, ან სხვა პრობლემა აქვს. თუ ძირითადად კაისდიერი ოჯახი არის მშვიდი. ეხლა ჩვენ წავიდეთ და გაჩვენეთ როგორ ხდება მტვრის აღება. ესე იგი ეს არის მტვრის საჭერი, მტვრის დამჭერი, სპეციალური მოწყობილობა. აი ამაში ამ ნახვეცი ფუტკარი შედის. თავისი ფეხგუნდით ვერ ეტევა, ეს გუნდა ცვივა. აი ეს არის დატოვებული იმისთვის, რომ მამალი ფუტკარი შევიდეს და იმოძრაოს სკაში.
აი მას ჩამოვწევთ ამ საფრენს. აი ესე მივადებთ. ასაუწევთ, როცა და გავუსწორებთ საფრენის პირს, რომ ფუტკარი პირდაპირ შევიდეს შიგნით. იცი რა მაინტერესებს? აი ეს დაავადებების სერიოზული პრობლემაა და გაწუხებს და. კი. მედიკამენტების საქმე როგორ არის? მედიკამენტები მეტნაკლებად არის საქართველოში, ახლა ჩვენთან. რაც ყველაზე თავარი წუხილი არის, სერტკიპი. ტკიპი ძალიან შემაწუხებელია და მასთან ბრძოლა მუდმივად არის რა, პერმანენტულად სულ ვებრძვით. არსებობს სხვადასხვა მედიკამენტები, არის წეგან გაჩვენეთ ფირფიტები, არის პირდაპირ შპრიცითაც ხდება მის ჩასხმა, რომ დავხოცოთ ტკიპა. ფასი როგორია? ფასი ახლა ვაროკომი მაგალითად ღირს 2 ლარი, 3 ლარი, ეს 20-25 ოჯახის ის არის. კი, არის ვაროსტოპი ფირფიტები, მაგიღის დაახლოებით 5-6 ლარი, 10 ოჯახის ნორმაა და სიძვირით არ გამოიწვია. სიძვირით ახლა ისე რომ მე ფუტკრა ვერ შეწუდეს და რაღაცა ესე არ არის. ამ ეტაპზე ჩემი ფუტკარი ჯანსაღი და ჯანმრთელია, იმიტომ რომ ყველანაირი დამუშავება მიდის. სულ ეგრე უნდა გქონდეს. კი, რა ვიცი, ვთილობ რა, ამით გვიდგა სული და ესე იგი აქ მე ხდება ამისი ჩაკეტვა. აი ამისი, აი ასე. აი ასე და აი ეს შესვლის დროს ეს ხდება დილას ადრე 7 საათზე 8 საათზე ფუტკარი რო შედის ძირითადად დილას მოაქვს ყვავილისწვერი და ძირითადად იმას ეიყრება ამაში ქვია სპეციალურ უჯრაში მოწყობილში შუა დღის მერე 2 საათზე 3 საათზე ესე ამას უღებთ და მე ღიად ჩაოლებდით შეაგუნდი ეს დაახლოებით 3-4 კვირის განმავლობაში მაისის ნახევრიდან ვართ ამით დაკავებული საშრობში სპეციალურ კასეტებზე ვდებთ, ამ მტერს ვყრით, ვდებთ შიგნით და 3-4 საათის განმავლობაში ხდება მისი შრობა უკიდან უბერავს თბილი ჰაერი, არის ვენტილატორი, რომელიც უბერავს, აქვს სპეციალური სპირალი და უბერავს თბილი ჰაერი 40 გრადუსზე ზევით არ უნდა მოხდეს მისი გადახურება. რომ თავარი არის ყვავილის წვერი გამოშეს შიგნიდან, გული უნდა გამოუშლის. აი ესე ამუშავებთ, თქვათ 4 საათი, 5 საათი, ხშირ შემთხვევაში 7-8 საათიც მუშაობს ესა და მე რო მტვერი არის ფაქტობრივად მზა პროდუქცია. ბარაქიანად არის შეტანილი. არაფერი, კარგია. დავდოთ და უნდა ავათალო ზედაპირი, რომელიც დამწიფებული თაფლის ზედაპირს ფარავს თხელი სანთელი. ეს არის ყველაზე სასიამოვნო პროცესი, რომელიც რასაც მოსავლის მიღება ქვია უკვე მეფუტკრეობაში. მორჩა ზედაპირის ასუფთავება, ახლა ჩავდოთ ციბრუჩი და დავატრიალოთ, რომ მივიღოთ ჩვენი მოსავლის ნაწილი. დავატრიალოთ. ეს რომ მოგეხმაროთ ეს. ებადონო, მოგძანდი. ნიკოლოზ, მაშინ წადი კიდე შემოიტანე ჩარჩოები და ბარემ სტუმარს მონაწილეობა მივაღებინოთ ბოლომდისინ ყველა საქმეში. ბატონო, ეხლა რაღაც ბევრი რაღაც ძალიან საინტერესო რაღაც გავიგე. კი ბატონო. რა მაინტერესებს რისკ ფაქტორები რა არის? რისკ ფაქტორები რა არის? ესე იგი, თავს მაინც მოპყრობა უნდა შედარებით ამჟავების ამბავში, რომ არაფერი არ მოხდეს შიგნით. თქვა ფურის ნამცეცი არ ჩავარდა შიგნით, ესეთი რაღაც რო ჩავარდა, შეიძლება თაფლი აამჟავოს. დანარჩენი თაფლი იმ ხელა შემცველობისაა და იმ ხელა ბუნებრივად იმ ხელა დიდი შემადგენლობით არის, რომ ყველაფრის ამტანია პირიქით. სტერილიზაციასავით უკეთებს დანარჩენ პროდუქტს. ერთი შევატრიალოთ, გვერდი უცვალოდ გამიჩერე. ამოღებულ დაბრუნებულ ჩარჩოებს, რომელიც უკან სკეპში ჩაიდება, ტიხარი ჩაედება შუალედში და ფუტკარი ამას რაც იქნება ტკბილი გადაიტანს ბუდეში გამოსაზამთრებელ ადგილში და გამოშრალი სუფთა ჩარჩო გამზადებული იქნება ზევით მაღლა შრალში ჭერზე ჩამოსაკიდებლად. ეხლა ავიღოთ და შევდგათ. გამოუშვათ უკვე ჩამოიწურება და უკვე თუ რამე
ზედმეტი იქნება ანათალი ჩარჩოებიდან ან ფუტკარი ჩაგვივარდა შიგან რაღაცა ეს სეტკა არაფერს არ გაატარებს ჩავა სუფთა თაფლი დაგროვდება როგორც ყველა საქმეს უნდა მონდომოება და ბევრი შრომა რა შრომა სეზონური შრომა რასაც აქვია სეზონური შრომა დანარჩენი ზამთრის პერიოდში დააბინავებ პატარა დაუპატარავებ ბუდეს საკმაოდ აფრს დაუტოვებ მისცემ წამალს დააბინავებ და გაზაფხულამდე ხელის დაკარება არ უნდა აღარაფერს ჩარჩოები რომლებიც უკვე მოძველდა გაშავდა რომელიც დაავადების კერა იქნება მომავალში უნდა გავაახლო ამიტომ ვიწყებ ამ ოჭრას ჩავდებთ სადნობაში საიდანაც სუფთა სანთელს მივიღებთ უკვე ადუღებული წყლის ორთქლიდან დნება ეს სუფთა სანთელი და გაზაფხულისთვის ახალი ფირფიტა ჩაეწებება შიგ და ახალს ააშენებს გათეთრდება და გაახლდება ჩარჩო რომელზეც უფრო ხალისით იმუშავებს ფუტკარი ზეგ ფაქტიურად წამოწდა არაფერი არ აქვს ისეთი რომელიც დარჩენში გრჩება არავითარი პირიქით კიდე აქეთ სანთელი დარჩება მოგებარჩება კიდე იმასთან ერთად რომ ძალიან საინტერესო საქმეა თან ამავდროულად ძალიან მომგებიანი და საერთოდ ოჯახში სადაც ფუტკარი და თაფლია ავადმყოფობა ცოტა ნაკლებად არის ითვლება რომ რაც მეფუტკრეს აქვს ფუტკრის ოჯახებისგან შემოსავალი თითქმის 8-10 იმდენი გარემოს რომ დამტვერვას რომ ხელს უწყობს მემცენარეობაში მეხილეობაში და არა მარტო მეხილეობაში კი არა თუნდაც უბრალოდ ასე ვთქვათ ველური საკვების რომ ავიღოთ მდელო რომელზედაც ძროხები გინდა ცხვარი ძოვს აღმოჩნდა რომ თუ იქ ფუტკარი არის და ის მტვერავს მაშინ ბუნებრივად ის ჯვარედინი დამტვერვედი მცენარეები უფრო მეტად ვითარდებიან და სწორედ ისინი არიან პარკოსნები, რომლებსაც უფრო მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. ესე იგი, თუნდაც ველური საძოვარიც კი უმჯობესდება 15-25%-ით, როდესაც ფუტკარი დადის ამ საძოვრებზე. ეს არის მშრალი ფიჭები, ასე ვთქვათ, უკვე გამოწორული თაფლი, მე ფუტკრის მერე გამომშრალებული და ამას ვინახავთ ჩვენ, რომ შემდეგ გაზაფხულზე აი ესეთი არის თეთრი, რომელიც არის და სუფთა, ამას ვინახავთ, რომ გაზაფხულზე ხელახლა ჩავდებთ. ხელახლა ამაში ჩაგვეცხავენ მე თავს ჩადებენ და ისევ გამოუწნოთ. მე თანდათან განმავლობაში ჭუჭიანდება და იმას გადავადნობთ და გამოვჭით. აი ეს ამას სუნი არის იდეალური, იმიტომ რომ ეს არის სუფთა სანთელი. ცვილი ასე ვთქვათ. აი ესე ვკიდებთ ჩვენ ამას, ზამთარში ციცივე რო არის, ჩრჩილი არ ეკარება. ჩრჩილი კიდე არის ამის პირველი მტერი. აფუჭებს სანთელს. ტკიპის და ჩრჩილის გვეშილი. ჩრჩილის ახლა ჩრჩილის ფაქტიურად მშრალი ფიჭიცაა საშიში სხვა არა შემთხვევაში არა. გაზაფხულზე ხელმეორედ ჩამოვიღებთ და უკვე ბუდის გაფართოებისთვის უმატებთ ფიჭებს. ამას ყველაფერს ვაკეთებ შენ თვითონ თავისთავად. რა თქმა უნდა, კი, ამ მცირდება თვითღირებულება პროდუქტის, იმიტომ რომ აქ სკებს ჩვენ თვითონ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს საამქრო, სადაც ჭრით სკებს სადაც ვაკეთებთ სკებს, სადაც ვაკეთებთ ჩარჩოებს. ფალიშებსაც ჩვენ თვითონ ვკერავთ და, რა ვიცი, აი სახურებსაც ჩვენ თვითონ ვაკრავთ და ეს თავისთავად ამცირებს უკვე ამ თვითღირებულებას, იმიტომ რომ ყველაფერი რო იყიდო, ფაქტიურად შეიძლება ეფუძნება მაზრი დაკარგოს რა. ეს საფაზრო ფასი ხა, როგორც 10-დან 15 ლარამდეა, ხო? თაფლის კი 10-15 ლარამდე, ჩემ შემთხვევაში 12 ლარია ნატურალური თაფლი. ამას დამატებული ხა ვიღებთ რძეს, ეღანაც თქვით. რეალიზაციის ბოდი შეგაწყვეტ, რეალიზაციის პრობლემა გაქვს. რეალიზაციის პრობლემა ძესთან დაკავშირებით, ინდიელთან დაკავშირებით, ტვერთან დაკავშირებით არ არის. თაფლი მაგალითად, თაფლი ახლა ასე უცებ არ იყიდებ. ახლა თაფლზე მარტო არ არის, ნებისმიერი სხვა პროდუქცია მეფუტკრეობის გაცილებით ძვირი გვიჯდება თვითღირებულება, ვიდრე ვთქვათ ევროპაში. აი ეს არის ერთ-ერთი პირველი, რის გამოც ჩვენი მეფუტკრეობის პროდუქცია ვერ გადის ევროპის ბაზარზე. მეორე, რომელიც აფერხებს ამის გასვლას, ეს არის სერტიფიცირების არქონა. შესაბამისი ლაბორატორიები სამწუხაროდ არ არის, რომლებიც აკრედიტირებული იქნებიან. ახლა ამას რომ ამბობ, სერტიფიკატის გამცემი ლაბორატორიები არიან, მაგრამ იმათ ევროპაში არ უჯერებენ. იმათ უნდა კონდეთ გავლილი აკრედიტაცია ევროპაში. ესეთი არის მოთხოვნა. საწარმოები აქ საერთოდ საწარმოები არის ღვთისმწყალობით. ეხლა გაიხსნა ერთი გიორგი კეპაშვილის საწარმო არის, აი ფონიჭალაში არ ვიცი იცით თუ არა.
და საკმაოდ კარგად არის აღჭურვილი როგორც ესეთი ის ირწმუნება რომ მოკლედ მაგის ლაბორატორიას აქვს ესეთი ლაბორატორია აპირებს თაფლი ჩაიბაროს მაგრამ ძირითადად ექსპორტირებას ალბათ გაუკეთებს ჯერ დაფასოებულ იმას რა ქვია პროდუქციას და ეხლა ევროპის იმპორტიორი ქვეყნები რომელიც დიდი რაოდენობით შეაქვთ თაფლი გერმანიაც ინგლისიც ნამდვილად ძალიან არიან დაინტერესებული უკვე ორჯერ ჩამოვიდნენ აი ეხლა სპეციალურ ლექციას გვიკითხავენ იმაზე თუ რა მოთხოვნები არის ევროპის თაფლის ბაზარზე როგორი უნდა იყოს აი ნარჩენი თუნდაც პესტიციდების ან ანტიბიოტიკების ის და რა მეთოდებით შეისწავლება და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ალბათ აგემშვიდობები, კარგად იყავით. მე თქვა ხელი მოგიმართოს. სასიამოვნებო თქვენი შეხედვა, თქვენ სპეცსაცმელი დავიბრუნეთ აუცილებლად რომ შემდეგ სტუმარს ჩავარცო. აუცილებლად თან ძალიან ცხელია. კი, საკმაოდ ცხელია, ამით ამაზე მე შხამზე ვმუშაობ, შხამის აღების დროს ვმუშაობ ამით. მე თქვენ გადმომეცით, მე თქვენ კი, უკვე ესეთ გამოცდილი ხარ, მე მგონი ხუთის კვენსაც აღარ გეშინია. თავისუფლად ამის გარშე საფუტკრეში ამის მე. გაიხარ, ეს რა კარგად იყავი და არნო სტუმრობთ. იცოცხლე. გვესტუმრეთ კიდე. კიდევ ესე გაკეთება შეიძლება ნოემბერში. შეიძლება მეღვინეებს შევხვდეთ და პრინციპში ხორბოლიც ეხა ეთესება. ასე რომ შემდეგი გაჩერება კახეთში.